სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. მას შემდეგ რაც უფალმა ღმერთმა საბაოთა შექმნა შესაქმნის გვირგვინი ადამიანი, დღისით და ღამით განუწყვეტლივ ეზრახება შინაგან ადამიანში და ეზრახება და ესაუბრება არა მარტო შინაგან ადამიანში, არამედ იმ გარე მოვლენებითაც, რაც ამ სოფლად ხდება. პირველ ყოვლისა მხედველობაში მაქვს სინდისი ადამიანისა, რომლის მიერაც ესაუბრება ღმერთი თავის ქმნილებას, არ უბრალოდ ქმნილებას, არამედ როგორც უკვე დავსინე, გვირგვის ამ ქმნილებისა უსაყვარლეს შორის ყოველთა ქმნილებათა და არანაკლებად დაკლებულს რაიმეთი ანგელოსაგან, როგორც მოციქული პავლეც ამბობს. მაგრამ ადამიანი ეურჩა თავის შემოქმედ ღმერთს, გირებული იქნა ეშმაკისაგან და თვითრჩულობამ და ამპარტავნებამ განხატა იგი ზეციური სასუფევლიდან, სამოთხიდან. მას მერე ადამიანი მიმოიხეტება მწირობის ამ წუთისობაში, სადაც იგი გადმოასახლა თავისმა ცოდვამ, პირველ ქმნილმა ცოდვამ, მიდღეინდელად დღემდის ეძებს დაკარგულ სამშობლოს. შინაგანად ყოველი ადამიანი მეტნაკლებად ილტვის და ისწრაფვის თავისი შემოქმედისაკენ. როგორც ეკლესიის უძველესი მასწავლებელი ტერტულიანე ამბობს, ყოველი ჩვენთაგანი დაბადებიდან ქრისტიანი, ანუ ეს ნაპირწყალი სარწმუნოებისა ყველა ადამიანშია უკლებლივ ჩადებული, მაგრამ ერთნი შეიმეცნებენ ამ დიდ ნიშს თავის თავში, მეორენი ანა. გარდა იმისა, რომ სინათლის ძალები არსებობენ, ღვთის ერგული სახურნი, რომლებიც შორის კაცთა და ღვთის არიან, არა უბრალოდ წინაშე ღვთის არიან სახურნი, მისი ღვთაებრივინების, არამედ შორის ღვთისა და შორის კაცისა. ადამიანთათვისაც დაადგინა იგინი ღმერთმა მსახურსულება და ალად ცეცხლისა, როგორც ფსალმუშიც არის ნათქვამი. მათ მიერაც ეხმარება ადამიანს, რომ გაიღვიძოს სარწმუნოების ნაპერწკალმა. და როგორც ჰეგელი ამბობს თავის იესოს ცხოვრებაში, ეს ნაპერწკალი ცეცხლად აქციოს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ერთნი აღწევენ ამას და მოდიან მასსა და მე გულისხმაში საამისოდ. მეორენი თითქმის არადროს არ ფიქრობენ. გარდა იმისა, რომ არსებობს უფალი და ნათელი ძალები, არსებობს ასევე სიბნელის ანგელოზები. რა თქმა უნდა, ანგელოზის სიბნელისა ღმერთს არ შეუქმნია. იგი სინათლისაგან დაკლება არის თავისი ამპარტავნებით დააკლდა ზეციურ სასუფეველს ღმერთთან სიახლოვეს. პირველ ყოვლისა მხედველობაში მყავს ლუციფერი, ყველაზე უფრო წინმალე ანგელოზი და ახლომყოფი ღმერთთან თავისი პატივით, ხელმწიფებით და სინათლით, რომელიც უხვად მიანიჭა მას ღმერთმა. მაგრამ უფალი მას მერე რაც ეურჩა სატანა, გავიდა გარკვეული დრო და ჟამი, გარდა მოხდა ზეცით, ამაზე შობასაც ჰქონდა საუბარი ჩვენს ქადაგებებში, ნათლისღებასაც და სხვა და დღეინდელად დღემდის ცდილობს ადამიანის ეცად აიყვანოს. საამისოდ როგორც გითხარით, რომ გაიგვიცოს ადამიანში რწმენამ იმან რისთვისაც სინამდვილეში შექმნილია და მოწოდებული ყოველი ადამიანი, დაუდგინა როგორც უკვე გითხარით, ასევე სინათლის ანგელოზები. მერმე და მერმე აღუდგინა წინასწარმეტყველი. მინდა აქვე დავძინო, რომ პირველი ადამიანები, ადამ და ევა და მას მერე მართალი ადამიანები, ნოე, სეითი, აბელი და სხვანი იყვნენ წინასწარმეტყველი. ყველა მათგანი უკლებლივ დაჯილდოებული იყო წინასწარმეტყველების ნიჭით. წინასწარმეტყველების ნიჭიც ეხმარებოდა მათ და მათ გარშემო გამრავლებად ადამიანებს კაცობრიობას, რომ შეეცნოთ უხილავი ღმერთი. ესევე მოანიჭა მართალნი, პატრიარქნი და მერმე და მერმე, როგორც ფსალმუში იყო ნათქვამი, აწაღზე იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრებაი და განსხადრე მასე და ესე იგი ზეციდან მიწაზე გარდა მოხდა უფალი სრულიად უჩვეულო სახით. იგი სრული კაცი და სრული ადამიანი ყველაფერი მიიღო გარდა ცოდვისა. მისი შობა იყო უჩვეულო. ვიდრე იშობოდა დედისაგან უმამოდ, იშვა მამისაგან უდედოდ, როგორც ხშირად გვითხავს ღვთისმეტყველს მამებთან ერთად. და თავად ზეღმრთისამ თავს იდვა ჩვენი ცხოვრება და ცისა და ქვეყნის შემოქმედი იმდენად დაიმდაბლებს თავს, რომ ადამიანის ხატებით მოდის დედამიწაზე და აღასრულებს მათი მსახურების საქმეს. კერძოდ, ყველაზე ტკბილი ადამიანისთვის სულითვისი მან დასდვა ჩვენ კაცთა მოდგმისთვის. ესე იგი ღმერთმა ყოველივე და ყველაფერი მოგვანიჭა, რომ არ მოვწყდეთ შემოქმედ ღმერთს, შევიცნოთ იგი ჩვენი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ აი დღეს განსაკუთრებით გახედეთ, რაც ხდება დღევანდელ მსოფლიოში. თუ რამე აზრს ხედავთ ამაღლებულს კაცობრიობის ცხოვრებაში. ძალიან მარტივად რომ შევაჯამოთ ძველი ქართული გამოთქმით, ჭამასმა დიდად შესარგი. ამას რასაც მოსდევს გარყვნილება. პავლე მოციქული ამბობს ერთ ეპისტოლეში, დათვრებით ღვინით არამედ მოსდევს სიბილწეო. ეს გაუთავებელი ღრეობები, სმები, გართობები, ნარკოტიკები და ასე შემდეგ და გარყვნილება, რომელიც გაფურჩქნას განიცდის, დღეს განსაკუთრებით ყველაფერი ეს ხელს უწყობს, რომ ადამიანში დაბნელდეს ჭეშმარიტი შინაგანი ადამიანი და ადამიანი დაექვემდებაროს ხრწნილებას, სიკვდილს, წარწმედას საბოლოოდ.
ღმერთს რომ გამოეღვიძებინა ადამიანში ის რაც ჩადო, როგორც უკვე ჩამოვთვალეთ, მრავალი რამ მოიმოქმედა. მათ შორის ერთი მათგანი არის ჭეშმარიტების ქადაგება, ღვთისმსიტყვის ქადაგება. თავად უფალიც ვიდრე მოვიდოდა დედამიწაზე, სულისაგან წმინისა და მარიამ ქალწულისაგან, წინ წამიმწყარა წმინდანთა შორის ერთ-ერთი უპირველესი და უდიდესი წმინდანი, წმინდა იოანე ნათლისმერი, რომელიც ამის გამო წინამორბედად ქრისტესი იწოდება. როგორი იყო პირველი ქადაგება, პირველი სიტყვები ამ ანგელოისა, როგორც ესაია უწოდებს მას, შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არს, ანუ მოახლოებულია სასუფეველი სათაი. სწორედ იმავე სიტყვებით, იმავე აზრით იწყო ჭეშმარიტების ქადაგება თავად მესიამაც, ქრისტე მაცხოვარმა ჩვენმა. გარდა მაგისა, მან გამოირჩია თავისი მოწაფეები და რომელიც პავლეს მოწვევით 500-ზე მეტი ყავდა თავის ამაღლებამდე, 70 მოციქული და უპირველეს მათსა გამოირჩია 12 მოციქული. და მათ მიერ იწყო ჭეშმარიტების განვრცობა. თავადაც ქადაგებდა მისი რჩეულის, ანუ მოწაფეთა შორის რჩეული მოციქულებიც ქადაგებდნენ, რომლებიც საბოლოოდ ეს მოწაფენი თივ გამორჩეული დაადგინა მოციქულებად. მოციქული ნიშნავს ქრისტეს აღდგომის მამოწმებელს. ვილო, ძალზედ მაღალი ხარ, სხვები დაბლები არიან, თვალში მერჭობი და ისინიც ვერ ხედავენ. ცოტა გვერდზე გადადექი, აი იქით, აი ნაპირზე. ეს მისი გამოცდაც არის. წეგან ფურცლები დამეჩვიდა, უნდა ამეკრიფა მოვიხედე და თავად დაიხარა აკრიფა. ხო მეტყველებს უკვე, როგორი ადამიანია, თავმდაბალია, ზრდილია და ასე შემდეგ. ეხლა პირში კი არ ვაქებ. ეხლაც მართლაც მერჭობოდა თვალში იმ სიგრძეა. რას გაჭმევდნენ რომ ქართველები კითხავდნენ და მეორეს მხრივ ეს მისი გამოცდა. ზოგი თუ ამაყია არ ესიამოვნებოდა საჯაროდ ხალხში რომ ასეთი რამ უთხრეს. რატო? უფლის მიშვებით დაგამდაბლებ, უფლის მადლით ამაღლდები. ვინც თავითვისი დაიმდაბლობს, ამბობს უფალი, იგი ამაღლდეს. ხოლო ვინც ღრუბლებში დაფრინავს, მას უფალი დედამიწაზე დაანარსა. დედამიწაც არაფერია. გენიაში ჯოჯოხეთისა, როგორც ამბობს წმინდა წერილი. ხოლო მდაბალს სკორე რა არის? მყრალი. სკორედანაც კი აამაღლებს სასუფეველს. ამის უხი მაგალითებია წმინდანთა ცხოვრებაში, მთელი კაცობრიობის ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში. ერთი სიტყვით წარავლინა მოციქულები, როგორც წმინდა წერილი გვიმოწმებს, ორ-ორი და თითო-თითო ღვთისმსიტყვის საქადაგებლად. საერთოდაც, როგორც წმინდა მაები ამბობენ, თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანი არის უკვე ღვთისმსიტყვის ქადაგებელი. თავისებური მოციქულია. ჭეშმარიტების ღაღადებს და არა მხოლოდ სიტყვით და გულის სიტყვებით, არამედ საქმითაც. აი დღეს მინდა ერთი უჩვეულო მაგალითი მოგიყვანოთ წმინდა აბრაამ დაკვდებულის მიერ, თუ როგორ ქადაგებდა იგი ჭეშმარიტებას უსიტყვოდ, მხოლოდ საქმით. თქვენ იცით რომ ელინებმა ბერძნებმა ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ღვთისმსიტყვის ხარება, პირველად იქ მოხდა ქრისტიანობის ოფიციალურად აღიარება, ეს მოხდა კონსტანტინე დიდის დროს და მერბე და მერბე ესე განეფინა მოციქულთა მიერ მთელ სიმდროინდელ მსოფლიოს. თუმცა ელადაში, საბერძნეთში რჩებოდა ისეთი მხარეები ადრეულ შუა საუკუნეებში, სადაც ქრისტიანობის ნათელი კი მისვლა, მაგრამ არ მიიღეს. განსაკუთრებით ერთ-ერთი მხარე გამოირჩეოდა, სადაც ველურესი ადამიანები იყვნენ დასახლებული, კერძთაყვანისმცემლები, ფანატიკოსები, სხვანაირად რომ ვსვათ, ხან ერთი ეპისკოპოსი მივიდა ღვთისმსიტყვის ქადაგებაზე, ხან მეორე, მესამე და ასე შემდეგ. არაერთი. და ბოლოს ეს კი შეუძლდნენ ეპისკოპოსები, კრება მოიწვიეს და იმშელეს. რა მოემოქმედათ, რომ ეს მხარე ჭეშმარიტებაში მოექციათ. და ყველა გულისხმა მისცა უფალმა იფიქრეს, რომ იყო მათი თანამედროვე ერთ-ერთი წმინდანი, როგორც სახელი გეუბნებათ, დაკვდებული აბრაამი და აი მას იახლენ ეპისკოპოსები ამ წირმონაზონს, აუხსნეს თუ რა ვეთარება იყო საბერძნეთის ამ მხარეში და სთხოვეს, რომ დაეტოვებინა დაკვდებულობა სენაკი და წასულიყო იმ მხარეში ღვთისმსიტყვის საქადაგებლად. და არა მარტო შენს თავზე უნდა ზრუნავდე ცხონებისთვის საცხოვნებელად, არამედ სხვებზეცო. რა შემდგომარეობს მორჩილება? აკეთო არა ის, რაც შენ გინდა ან გონია რომ არის სწორი და მართალი, თუნდაც შენ საცხოვნებლად, არამედ აკეთო ის, რაზედაც მოგიწოდებს ღმერთი. არა უშუალოდ ამას რო დგულისხმობ, არამედ თავისი იერარქიის მიერ. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ მიწიერი იერარქია ქრისტემ ეკლესიაში დაარსა ზეციური იერარქიის მიხედვით. პირველ ყოვლისა დაასხარა ეკლესიაში სამღვდელობა, დაუდგინა სათავეში ეპისკოპოსი. ჯერ კიდევ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ამბობდა, ეს ის ბავშვია, ქრისტემ რო დალოცა და თქვა, ვინც არის გახდება როგორც ბავშვი, ის სასუფეველში ვერ შევა. უბრალოება და გოლუბრყვილობა იგულისხმება უბიწოება პირველ ყოვლისა. ანუ გმართებს იერარქიის მორჩილება. მაგრამ როდესაც თქვა
გნებავს ეპისკოპოსი აშკარად მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების წინააღმდეგ ღაღადებს, ან უწყვალებლურად მსჯელობს თუ ქადაგებს, ჩვენ არათუ დამორჩილება აღმართებს, არამედ როგორც ცეცხლს ისე უნდა განვეშოროთ. ყოველ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე იყო, ეპისკოპოსები უძლურნი აღმოჩნდნენ ის მხარე ქრისტიანებინად. იახლენ აბრაამს ამაში თავდაბლობას გამოხატეს და ღვთისმოშურნეობაც, ამაყი ადამიანი თუ ეპისკოპოსი მეტადრე ამას არ გააკეთებდა. მოიდრიკეს თავი რომელიღაც მწირვონოზონის წინაშე, იახლენ თავად, რატომ იახლენ? ერთი ის არ გამოვიდოდა სენაკი, დაკვდებული არის. თუ აუცილებლობა არ იქნებოდა, იახლენ თავი მოიდრიკეს, აღიარეს საკუთარი უძლურება და შესთხოვეს, რომ დატოვეს სენაკი, რადგან არა მარტო სულის ხონებაზე უნდა ზრუნავდე, არამედ სხვებისაც. თავდაპირველად თანდაბლობიდან და იმ აღთქმიდან გამომდინარე, რომელიც უფალს მისცა დაკვდებისა, მან მორიდებული უარი განაცხადა. ორჯერ და სამჯერ კიდევ იახლენ და შესთხოვეს და ბოლოს დაარწმუნეს, რომ ეს აუცილებელი იყო, აიღო მათგან ლოცვა კურთხევა და გაეშურა იმ მხარეში. მართლაც რო ჩავიდა, პირველსავე დღეს ხედავს, რომ ზღვა ხალხი ასობით, ათასობით დამხობილები არიან თავიანთი კერპების წინაშე და გულმხურვალედ რაღაცას ევედრებიან. სრემლი მოადგა თვალებზე, თუ როგორ იღებოდა ადამიანთა ეს მოდგმა ამ მხარეში და თავად მოიდრიკა მუხლი აღმოსავლეთისკენ. თქვენ იცით, რომ ჩვეულება აღმოსავლეთისკენ ლოცვისა არის უძველესი, ამაზე თქვა ბასილი, იოანე და სხვების გვეძრახებიან, ნიშნად იმისა, რომ აღმოსავლეთიდან აღმოგვიფრინდა ვარსკვლავი ქრისტეშობისა და გვახარა ჭეშმარიტება. ზესიდან მიწად გარდამოსული. სხვა შორის წმინდა მამათა თქვა ნეტარი თეოფილაქტეს, ივანე ოქროპირის და სხვათა განმარტებით, ეს ცდომილი კი არ იყო ერთ-ერთი ვარსკვლავი, არამედ ეს იყო გონიერი ძალი, კერძოდ ანგელოზი, რომელიც ვარსკვლავის იერით ეჩვენებოდა. ვის მოგვებს რათ? იმიტომ რომ ვარსკვლავთ რიცხველები იყვნენ და გაწაფული იყვნენ ამაში და უკეთ შეიცნობდნენ თუ რაზე ღაღადებდა ეს ვარსკვლავი, იყო გონიერი თუ უგუნური მათ თვალში. ერთი სიტყვით განიცადა გულის სიღრმემდე მათი დაცემა და წარწმედის გზაზე სიარული და ლოცვები აუვლინა უფალს. პირველი რაც მოიგონა, რის გაკეთებასაც შეუდგა, ეს იყო ტაძრის აშენება, რომელიღაც ნათესავისგან იყურა პირდაპირ მემკვიდრე და მას არ ყავდა შვილი, დარჩა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა. ვიდრეღა დაკვდებული იყო, არაფრად არ აგდებდა. სკორედ მიაჩნდა ეს მემკვიდრეობა, არც კი ცდილა რომ რამენაირად მიეღო ეს მემკვიდრეობა, მაგრამ ახლა როცა დადგა აუცილებლობა ტაძრის, ქრისტიანული ტაძრის აგებისა, მან წარგზავნა თავისი მორჩილი, გამოიკითხა ყოველივე, განსყიდა მერმე ეს მემკვიდრეობა და იმ ფულით დაიწყო იმ სახსრებით ტაძრის აგება. ყოველდღე მიდიოდა დაბის გარეთ დასახლებული ტყეში, ყოველდღე მოდიოდა ტაძარში სისხამდილი და გვიან ღამემდე იქ იყო და აქცევდა ყურადღებას, ლოცულობდა რომ წარმატება ჰქონდა ამ მშენებლობას და ყოველდღე მას აბუჩად იგდებდნენ, დასინოდნენ და ზოგჯერ აგინებდნენ კიდეც ბილწის სიტყვებით წარმართები. ასე იყო თუ ისე იყო, გარკვეული დროის შემდეგ ეს ტაძარი დასრულდა. მე გამოგჩა მერქვა, როცა გადაწყვიტა რომ დამორჩილებოდა ეპისკოპოსებს, მას გამოიყვანეს რა სენაკიდან ხელი დაასხეს ჯერ სამღვდელო მერდიაკონად, მერმე მღვდელმონაზვნად, ასე წარგზავნეს იმ მხარეში. დააყენა საღვთო ლიტურგია წირვა თანამსახურებთან ერთად. ამის შემდეგ ილოცა ამ წარმართებისთვის, რომ ღმერთს გაენათებინა ჭეშმარიტების მადლით, გამოვიდა და ახლო-მახლო რაც ბომონები იყო, კერპები, ყველაფერი დაამსხვრია. გააცოფა მისმა საქციელმა წარმართები და გადაწყვიტეს რომ მოეკლათ. იმდენი სემეს და იმდენი სისხლი ადინეს, რომ ბოლოს ჩათვალეს რომ მკვდარი იყო. ადგრენ დაბის გარეთ დააგდეს. როგორც მკვდარია, როგორც გვამი. მაგრამ ღმერთი სხვაგვარად მჭობდა. აი როგორც იტყვიან ხოლმე ქართული გამოთქმა ამბობს, კაცი მჭობდა, ღმერთი იღიმოდაო. დააღიმოდა ამ წარმართებს, რომელიც მომავალში მისი მოწაფეები გახდებოდნენ. სასიცოცხლო ძალები აღუდგინა მომაკვდავ აბრაამს, მეორე დილის ისევ ტაძარში დაბრუნდა. ისევ გვემეს, ამასაც არ დაჟერდნენ, ქვით ჩაქოლეს, განტვინეს վել ქართულად. როგორც ერთ დროს სტეფანე პირველ მოწამე, როგორც პავლე მოციქული და ასე შემდეგ, მაგრამ ღმერთმა პავლე აღადგინა კვლავ, დაუბრუნა სასიცოცხლო ძალები, ასე გრძელდებოდა მთელი 3 წლის განმავლობაში. ცოტა დრო არ არის საყვარელი. ყოველდღე გვემდნენ და ყოველდღე აგდებდნენ ქალაქის გარეთ. როგორც სრულიად უსარგებლო ნივთს. მაგრამ ღმერთმა მოხედა ამ წარმართებს და ესეთი გრძნობა გაუჩნდა. თურმე ერთმანეთს არ უმშღავნებენ. ვინ არის ეს? ეგ მართლა ღმერთმა გამოგვიგზავნა. ჩვენთვის უცნობმა ღმერთმა. რატომ არის ასეთი თავგამოდებული და მამაცი თავის საქმიანობაში? და ადგნენ და იახლენ თავიანთ უხუცესებს ტომისა და კითხეს თუ რა აზრის იყვნენ ამ ადამიანებს. უხუცესებმა
პირდაპირ უთხრეს. არ დაგიმალავთ, ღვთის კაცია, ღმერთისგან გამოგზავნილი. ეხლა თქვენ იყვით, როგორ წარმართები იყვნენ, როგორ მისცა ღმერთმა გულისხმა. აბა როგორ მოხდა საგვარელო გეკითხებით, როდესაც ისრაელი წინსვლით მიდიოდა აღთმის მიწებისკენ და გზად გადაწყვიტეს, რომ რაკი ვერ ამარცხებდნენ და ვერ აჩერებდნენ მათ წინსვლად, წარმართებმა ერთ-ერთი სრულ წინასწარმეტყველი ბალაამ ბოსორელი მოისყიდეს და ქორიბის მთაზე ავიდა ეს სრულ წინასწარმეტყველი ბალაამი, იქიდან გადმოხედა და ხელები განართხარო დაეწყევლა, მაგრამ გამოსახარა ჯვარი თავის დაუნებურად, არც კი იცოდა რას აკეთებდა, მადლი გადმოვიდა და დაიწყო დალოცვა ისრაელიერის. ეს რომ გაიგეს, წარმართებმა ლამის სიკვდილით დასაჯეს, იმიტომ რომ ღვთამ ჰქონდათ ფული მიცებული, რომ დაეწყევლა და პირ უკუ მოხდა. თქვენ იტყვით, ეს როგორ არის შესაძლებელი? შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ. აი მოიგონეთ მაგალითად ერთ-ერთი მოწამე ადრეულ შუა საუკუნეებში პორფირიოსი იყო კომედიანტი, მსახიობი. მაშინ დევნა იყო ჩვენი სარწმუნოების და ერთ-ერთ ქალაქში, ამფითეატრში გაითამაშა პანტომიმით ქრისტიანული ნათლობა, უბრძანა და მოატანინა ემბაზი, წყალი ჩაასხვევინა ქრისტიანული ემბაზი. ჩავიდა და სიცილ ხარხარი წარმოთქვა ოღონდ სწორად ფორმულა თუ როგორ ინაცლება ადამიანი. ნათელს იღებს მონახთისა პორფირიუსი. ხახარი მოხვა ამას ხალხში, მონახველებში. სახელითა მამისაითა თავზე ხელი დაიდო როგორც ნათლობის გულს. ჩაიყვინთა ბოლომდე შთაფლით და ასე სამჯერ სწორად წარმოთქვა სამების ფორმულა ნათლობის და ამოვიდა. როდესაც ამოვიდა ემბაზიდან, დაიწყო სახარების ქადაგება. ესეც გაგრძელებად მიიჩნიეს, რომ ამას ხარავებდა სახარებას და მერმე და მერმე რომ შეხედეს, არაფერი აქ სამასხრო არ იყო. მთელი სერიოზულობით, მთელი გულით და მთელი სანთებით უქადაგებდა ღვთის სიტყვას. და რა კი ვერ გააჩერეს, საბოლოოდ ადგენენ და თავი მოკვეთეს. ანუ მოინათლა, თავი თვისი მონათლა ღვთის მადლით, წყლითა მოინათლა და ცეცხლმა სულიწმინდა მონათლა, როგორც უფალმა აღუთქვა და არა მარტო მოინათლა, ღვთის სიტყვის ქადაგებელი გახდა. ესე ძალიან უჩვეულო მაგალითია. რა თქმა უნდა, გამონაკლისები ტრადიციად ვერ შეიქმნება, ტრადიციულად ვინათლებით ყველანი, როგორც დაგვიწესეს წმინდა მოვება სულიწმინდის მადლით. მე ხაზს უსვამ, სულიწმინდი არავითართვის ბრძნობდნენ, არამედ სულიწმინდის მადლით. ღმერთს ყავდა ღვთივ გამგრძნობილი ადამიანები. ესენი იყვნენ პირველ ყოვლისა წინასწარმეტყველნი, მოციქულები, მერმე მღვდელმთავარნი, მღვდლები და თვითერის კაცებშიც ამოირჩია თავისი რჩეულები და ზოგი მათგანი კურნების ნიჭით დააჭილტუა, ზოგი წინასწარმეტყველების, წინასწარმცნობელობის და ასე შემდეგ. აი მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი პირველი ქადაგებიდან ფილიპე მოციქულის ქალიშვილები თავადაც იყვნენ წინასწარმეტყველები და ქადაგებდნენ. სულიწმინდას, როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, სადაც სურს, იქ მიმოიქცევა, იქ სუნთქავს. და ჰარihარალოდ კი არ ეძლევა, თუნდაც მორწმუნეებს, ამა თუ იმ მორწმუნეს, ესა თუ ის ნიჭი სულიწმინდისა, არამედ ღმერთმა უწყისრა ჩვენი შინაგანი ადამიანი, როგორც მოციქული პავლე ამბობს, აი ამის და მიხედვით ანიჭეს. მარტივენაზე რომ გითხრათ, ვისაც რა უნარი აქვს, შესატყვისნის საძლევს, მაგრამ იგივე პავლე განმარტავს 2 და 3 ეპისტოლეში, ეს ნიჭი მხოლოდ იმისთვის კი არ ეძლევა, რომ თავი თვისი დამწყსოს და გადარჩეს. არამედ ეს ნიჭი ეძლევა სხვების სულიერ ტაძრად აღსაშენებლად. ანუ ყველას ეს ნიჭები ეძლეოდათ უწინ პირველი საუკუნიდანვე ქრისტიანებს და ეძლევათ დღესაც ურთიერთ აღშენებისათვის. ერთმანეთს რომ დავეხმაროთ სულის გადარჩენაში. აი მაგალითად იმდენად უხვი იყო სულიწმინდის ნიჭები მოციქულთა დროს, მათ შორის ენებით ლაპარაკის. სრულიად უმეცარი ადამიანი უცხო ენებზე იწყებდა ლაპარაკს. ერთიან ბევრზე. ყველაზე მეტ ენაზე ლაპარაკობდა ჩვენ გახსენებული მოციქული პავლე. რატომ? რითია გამორჩეული? ბევრი რამით არის გამორჩეული, ხშირად მეთქობს ოქროპირის სიტყვებით რომ დავამოწმო, ისეთი როგორც პავლე იყო, არ ყოფილა და აღარ იქნება ბევრი მოსლები. განუმეორებელი წმინდანი არის. და რა კი ასეთია და პავლე იყო ყველაზე ავადმყოფი მოციქულებში, ორიოდე ქადაგების წინ ვახსენეთ. მაგრამ დედამიწის ყველაზე მეტი ნაწილი, მეტი ხალხები და ტომები, ერები გააქრისტიანა პავლე მოციქულის მიერ. ჩვენ ვამბობთ, მიერ, არა პავლემ, არამედ მადლმა. ყველაზე მეტად ამბობს ერთ ეპისტოლეში მოციქული პავლე, მე გავისარჯე, თუმცა არამე აკონკრეტებს, არამე სული ღვთისა, რომელი იყო ჩემთან. ასეთი მოშუქნე მოციქულია საერთმიდანებში არავინ არ ყოფილა, როგორც პავლე იყო. ყველასთან ყველა ვიყავი მცირედი მაინც რომ მიმეყვანა სასუფეველში. ერთ-ერთ ეპისტოლეში არა ბრავადებს უთulis თავის თავს, არამედ სამართლიანობისათვის შემოთulis რა გადაიტანა ღვთის სიტყვის ქადაგებაში. რამდენჯერ ჩაქოლეს, რამდენჯერ ზღვათაღელვაში მოხდა. ბევრი ყირვა, შიმშილი, იწრუება, სიცივე და ასე შემდეგ გადაიტანა ქრისტეს სიყვარულისთვის. ამიტომაც გამორჩეული ადგილი აქვს მას მინიჭებული ღვთიურ სასუფეველში.
პავლეს მაგალითი თვალსაჩინოდ აჩვენებს თუ რა შეუძლია სულიწმინდის მადლს. რა არის აქ საჭირო? ადამიანმა მიაღწიოს სინერგიას, ღვთისმეტყველთა ენით რო ვთქვა, შეიცნოს ღვთისნება და საკუთარი ნება ადამიანური დაუმორჩილოს ღვთისნებას. თავად ქრისტეშიც, რომელიც განკაცდა, მასში კაცობრივი სხეულიც ჰქონდა და კაცობრივი სულიც ჰქონდა, რა თქმა უნდა. კაცობრივი სული მისდევდა ღვთიურ სულს და კაცობრივი ნება ემორჩილებოდა ღვთიურ ნებას. როგორც კი მუცლად ეგო ღვთისმშობელმა წამის ყოფაში მუცლადღებისთანავე მოხდა განხრთობა მისი კაცობრივი ბუნებისა. ეს დიდი საიდუმლოება ჯორღმლებია ღვთისმეცნიერების, სიდუმალთმეცნიერების, მე და თქვენ არც იბრძნე გვეყოფა და რომ გქონდეს არც მეტყველების უნარი და მეტადრე მჭევრმეტყველების რომ გამოვთქვათ ეს შინაგანი იდუმალი ჭეშმარიტება. დავჯერდეთ იმას, რაც მეტნაკლებად გვესმის. ცხონებისთვის სავსებით საკმარისი. აქ ერთი რამე დარჩება მხოლოდ. მას მერე რაც გვესმის ღვთის სიტყვა, დავემორჩილოთ, შევუდგეთ და აღვასრულოთ. ამ საიდუმლოებას ქრისტიანულად ქვია თეოზისი, ანუ ღმერთთან დამსგავსების საიდუმლოება. და ადამიანი ამისთვის არის შექმნილი. თავად ქრისტეს ამბობს ჯერ სულიწმიდით ფსალმოს, შემდეგ ხორცში მასული ძეღვთისა. სამე მასსა და მე გეტყვი თქვენ, ღმერთები ხართ. ხოლო თქვენ ვითარცა კაცნი მოსხდები, სხვა რა ვითარცა პირუტყნი მოსხდებით. აი რისთვის არის ადამიანი მოწოდებული და დღეს რა დასაგმობ სასირცხვილო ვნებებში იღუპება. აი ეს უახლესი მოვლენაც რაც მოხდა. ერთ-ერთ სუპერ სახელმწიფოში, შეერთებული შტატებში ხელისუფლებაში მოვიდა პირობითად ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ვიცით არიან გლობალური ძალები, ვისაც როგორც თოჯინები მოჰყავთ და მიხავთ პრეზიდენტები. მაგ და სხვა ქვეყნებშიც. საერთოდ გლობალური ხელისუფლება შეიძლება ითქვას მართავს ბადესავით გადააფარა თავისი ძალმოსილება თელს კაცობრიობას. ეხლა რამდენად იყო მოლოდინი ეს ადამიანი აირჩიეს თუ მოვიდა თუ როგორც იყო თუ დაადგინეს, იმიტომ რომ პირველივე გამოსვლაში ან აღიარო არსებობს მხოლოდ მამაკაცი და დედაკაცი. მართალია იგი მივიდა პროტესტანტულ ეკლესიაში, რომელიც უმრავლესობაშია შეერთებულ შტატებში, მაგრამ ღმერთის სახლში მივიდა, ასე ითვლება, ასე აღიქმება, პრესვიტერს იახლად, მისი თანდასწრებით ბიბლიაზე დადო ფიცი და ასე შემდეგ. და შედარებით დადებითი ფასეულობები გამოაცხადა ღირებულად. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ეს იმოქმედებს მთელი მსოფლიოს კლიმატზე. მაგრამ არსებობს დასავლური ძალებიც. შეიძლება ითქვას, აი ეს ჩრდილი და რომ მართავენ ქვეყნიერებას, რომელიც ამას წინ აღუდგება. ეხლა არ არის ჩვენი გასარჩევი ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში მე რა მინდა გითხრათ, რომ სადამდე დაძაბუნებული და დაცემულია კაცთა მოდგმა, რომ ტრანსგენდერობა მათ შორის ბავშვებში და აი გუშინ კადრები აჩვენეს იპოზე ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე ბავშვებს, ბიჭუნებს მკერდს როგორ აკერებენ, გოგონებს როგორ კვეთენ, რომ მამაკაცი გახდეს. ეს საბოლოოდ იწვევს ფსიქიურ დაავადებებს. ეს უკვე ნისანია ფსიქიური დაავადებების. საერთოდ ეს სოდომიტობა, ლესბოსელობა იქნება, მამათმავლობა არის ფსიქიური დაავადების ერთ-ერთი ნიშანი, არა ერთადერთი. თავად შეერთებულ შტატებში უკანასკნელ დრომდის რამოდენიმე შტატში მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო ფსიქიური დაავადება და იძულების წესით მიყავდათ ფსიქიატრიულებში და კურნავდნენ იქ. მერე მოვიდნენ ეგრეთ წოდებული დემოკრატები, ფსევდოლიბერალები სინამდვილეში და რა მოიტანეს ჩვენ ამას უყურებდით. და ის რომ ქვეყანას არ მართავდა მათი პრეზიდენტი ბაიდენი რომ ერქვა სახელად, ეს ცხადზე ცხადია. უბრალოდ სიბერის გამო გონებრივ სისუსტეში იყო ჩავარდნილი. აი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მორიგი გამოსვლის შემდეგ ობიექტივი გაადიდა და დაინახა რა უდეს ფურცელზე რა წერია. როცა ადგები, ბარჯონე უნდა წახვიდე, კარი ექნება გახსნის შემდეგ მარცხნივ. ანუ თოჯინა იყო. კი არ დავცინი. ეს ფაქტია. ჭკუა სუსტი მოიყვანეს ამხელა ქვეყნის სათავშორისო გარკვეული აზრით ბედიღბალზე მოქმედებს კაცობრიობისა. ყოველ სამნაბიში ეცემოდა ტრაპიდან ჩამოსვლა არ შეეძლო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის აბუჩა თაგდება მთელი დანარჩენი კაცობრიობის იმ გლობალური ხელისუფლების. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ ექნება პრეზიდენტი, როგორი გვარი ექნება და სახელი, წარსული თუ აწმყო. ჩვენ გეუბნებით ამ გზითაც. ჩვენ მართავთ სინამდვილეში მსოფლიო მოვლენებს. დაწყებული დოლარის კურსიდან დამთავრებული სად შეწყდეს ომი და სად განახლდეს. მაგრამ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ღრმად გვწამს, რომ სინამდვილეში ღმერთის ხელშია, არც ჩრდილოეთის ხელშია, მათ შორის საქართველოს ბედიღბალი, არც დასავლეთის, მხოლოდ ღმერთის. რა თქმა უნდა, ადამიანთა უდიდეს უმეტესობას, მათ შორის ჩვენ შორის, მეტადრე ახალ ქართველებს ეს არ წამთ, არ ჯერათ. მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამია. აი მე ერთ გასულ ქადაგებაში ნათლისღებას ასეთი სიტყვების მოიგონებ სალმონებიდან, რომელიც არის წინასწარმეტყველება იმავდროს. ისრაელის მტრებს მიმართავს.
ღვთისმშობელი დავით მეფე და წინასწარმეტყველი. ისინი ჩვენი მტრები ეტლებითა და ჰუნებითა თანამედროვე ენაზე რომ გადმოვიტანოთ, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით, თერმობირთული იარაღით, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღვთისა ჩვენისათა აღსგებით და აღვემართებით. აი სად არის ჩვენი გადარჩენი? არა ზოგადად გადარჩენი საიდუმლო, კონკრეტულად ამ ერის და ამ ქვეყნის გადარჩენი საიდუმლო, რომელზეც მადა აქვთ გახსნილი სხვადასხვა ქვეყნებს, როგორებიც იყვნენ ჩრდილოეთი, რუსეთი, დასავლეთი და ეხლა გამოჩნდა ჩინეთის. ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მომენტი, რომ იჟება საქართველო ამ ფსევდოლიბერალებისაგან, ამ გლობალური ხელი არის ის, რომ ჩინეთთან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, აუგრძალეს. ჯერ თვითონ ამბობენ, რომ არავის უფლებებში არ უნდა ჩაერო და თვითონ ერევიან ყველას უფლები თავი დაგვანებონ. ჩრდილოეთმა და ხშირად მეთქვია და დასავლეთ. ძალიან კარგი პირობები გვაქვს და რესურსები ამ ერს და ამ ქვეყანას, რომ ბედნიერი იყოს აქ ადამიანი. პირველ ყოვლისა გვაზიარა ჭეშმარიტებას, საუკუნეებით ადრე მართლმადიდებლობას. მერმე აი მამა ღმერთმა დააბერტყა, ხშირად გვითქვამს თავისი კალთა ამხარეს, სამხრეთ კავკასიას. საქართველოს პირველ ყოვლისა, რომელიც კარიბჭი არის კავკასიისა, სამხრეთ კავკასიისა. არა და არა, ვერ წყნარდებიან. რა არის? სიხარბე ადამიანური, პირველობის სურვილი, პატივმოყვარეობა, დიდების მოყვარება. თავიანთი ქვეყნების, თავიანთი უпроსტოდ ხელისუფლების და ასე შემდეგ. საკუთარი თავის საბოლოოდ რა, მათი. ჩვენი ხვედრი არის ღვთისმშობლის ფარველობა. მადლობა ღმერთს. დღეს ამადად შევიკრიბეთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენთაგანი მოვიდა პირად ისათქო, არც ეს არის სირცხვილი. ხო, აი შვილი ავატყავს სიტყვაზე, მეუღლე, ახლობელი, რაღაც განსასწრელ ელოდები, გინდა აგარიდოს, ღვთისმშობელმა მარიამმა. სირცხვილი არ არის შესწულ. ითხოვდეთ და მოგეცეს, ირეკდეთ და განგեղოს. მაგრამ პირველ ყოვლის, აი მე ჩემდა თავად, როგორც წინამძღვარმა ამ ტაძრისა, ღვთისმშობელ მარიამის ამ ხუთ ხათარო მორიგეობით დაუზომლებს ვიხდით და ლოცულობ და ვებედრებით, გულში ჩაუთქვი ჩვენი საქართველოსთვის. ვისი დედუფალიც, ფარველიც არის პირველ ყოვლისა, ჩვენს ვიცით ამას ყველა აღიარებს ქრისტიანული ერები, ღვთისმშობლის სიხვედრი არის საქართველო. აი ახლა მალევე თითქმის დასრულდა ერთ-ერთი ხატი პანტანასა, სიმსივნის მკურნალი. კივოტის სრულდება უკვე, ალბათ უახლოეს ხანებში, მე ვფიქრობ საზეიმოდ ერთ-ერთ წირვის ბოლოს ვაკურთხებ ჩვენს მრევლთან ერთად, როცა ეს მოახლოვდება, თქვენს გეტყვი და გნებას თქვენს მობრძანდით და დაბრძანდება სავარაუდოდ მამა გაბრიელის ტაძარში, სადაც სამი დიდი წინასწარმეტყველის ხატია, მცირე ხატი, ენუქის, ელიასი და ივანე მახარებლისა, ეს ხატი უკვე შევარჩი ადგილი, სადღაც მობრძანდება, იქ დავასვენებ და მე-6-ე დაუჯდომელს იქ გადავიხდით. ამას გარდა, როგორც კი მორჩება, დაიწყება სხვა ხატის წერა, ბარძიმი შეუსმელი. ეხლა რა თქმა უნდა, მე ამას წინათ ორიოდე ქადაგების წინ გითხარით, რატომ იქნება სწორედ ხატი, როცა უამრავი სასაუთმოქმედი ხატები არის და აქვს საერთოდ სურვილი, რომ ერთი ტაძარი ოდესმეს, არა მცოცხალი ვარ, ავაშენო მრევლთან ერთად, ყველა ხატს, რომელიც ცნობილია ღვთისმშობელ მარიამის, მოუყარო იქ თავი. ფიქრობ, ღმერთი შეგვეცება და ჩვენი მრევლიც. აი ახლა ამ მომენტში რატომ სწორედ ამ ორი ხატის შექმნა ვისურვე, როგორც წინამძღვარმა ამ ტაძრისთვის და თქვენთვისაც, არა მარტო ჩვენი მრევლისთვის, თქვენთვისაც, ვინც სხვა სამრევლოებიდან მობრძანდებით, ისე როგორც დღეს. იმიტომ რომ ძალზედ გახშირდა სიმსივნური დაავადებები, მათ შორის ქალური ორგანოების და ეს მარტო ჩერნობილის აფეთქებას არ უკავშირდება, იმ სტრესებს, გნებავს იმ პროდუქტებს, მოდიფიცირებულს, არა ნატურალურს. აი ყოველივე ამას უკავშირდება, რომ სიმსივნე გამრავდა დედამიწაზე. მე ეს ამდენი გამონაბოლქვი არის. რადიოაქტიური ნივთიერებებით აივსო მთელი მზის გალაქტიკა, მათ შორის დედამიწის ბიოსფერო. ამდენი ფრენები, ხომალდების, რომელიც ოზონურ ხრელებს აჩენენ და ზოგიერთ მათგანს თუ დიდია ის ხრელი, ათობით წელი შედება, რომ შეეცვლოს. რაც იწვევს დედამიწაზე ამ ხრელების გამრავლება, ეგრეთ წოდებულ ეკოლოგიურ პრობლემებს. სადღაც არის ღვარცოფი, სადღაც წყალიანადრებაც. ყინვები და თოვლი იქ, სადაც არასდროს არ უნახავ. პირველად ნახე ცხოვრებაში ასეთი რამე. ამდენი მეწყერები, ზღვათა ღელვა. ეხლა აღარ მოუყვებით, ხშირად გვისაუბრია, რა შედეგებს მოიტანს საბოლოოდ დედამიწისთვის და დედამიწის მოსახლეობის ყველა ეს მოვლენები. და არა მარტო ეკოლოგიური რა თქმა უნდა. აი ამიტომ გადავწყვიტე, როცა გამსაჯი, რა ხატი შეგვეთ. მადლობა ღმერთს, წლების წინ თარგმნე დაუჯდომელი პანტანასასი. ეს თარგმნე მაშინ მერე, რაც ვიყავი ათონის მთაზე და მათ შორის ვატოპედის მონასტერშიც ვიყავით, სადაც ორიგინალია ამ ხატის პანტანასად საკურთხეველთან არის, აი უშუალოდ საკურთხევლის წინ არის დასვენებული ეს ხატი. აი დაახლოებით ამ ხელამოცულობის ხატი არის ის. და ვიხემძვანელეთ, რა თქმა უნდა, ორიგინალი და მის მიხედვით შეიქმნა ეს ხატი, ვფიქრობ ძალიან ლამაზია. ესე იგი, სახეებიღა დარჩა დასასრულებელი, გამომიგზავნა ხატმწერმა
ნახე და მომეწონა და სახე რომელიც ყველაზე მეტყველია ადამიანში სახეები რომ შეივსება ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მით უფრო საჩინო გახდება რა მადლი და ბრწყინვალება აქვს ამ ხატს ის რომ შეიძლება მალე 2 კვირის შემდეგაც კი უკვე მოგვიწია სიმხატთან საუბარი და ლოცვა მერმე შეექმნება კიდევ ბარძიმის შეუსმელისა და რატომ რა მიზეზის გამო იმიტომ რომ გამრავდა ნარკომანია მემთვრალეობა 1000 გვარი სახის ამითაც იღუპებიან ადამიანები ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგანან მემთვრალეობითა და ნარკომანიით პირველი მაინც ყველაზე სიკვდილიანობა ყველაზე უფრო მეტი არის თამბაქოს წევიდან ეს ის ნარკოტიკია ოღონდ მსუბუქი სახის ნარკოტიკი შედის ნიკოტინი რომელიც ველური მანკიერი წარმართი ინდიელებისაგან გადმოიღეს მანკიერმა ევროპელებმა და აი როგორი გავრცელება ხალი კაცი ყველა ეწევა დიდი პატარა აი ქუჩებშიც გაივლით და გული მოგიკვდება რომ ბავშვი ეწევა სიგარეს და რომ უთხრა რამე რომ შემოგაფურთხებს ცნობიერება არ აქვს ჩამოყალიბ ყველა ეწევა რეკლამირება მიდის ესე იგი ეს დასაშვებია ზოგი ასე აღიქვამს გარდა მაგისა ბევრ მშობლები გულგრილი ყავს თვითონ ზიდან აცდენილები და შვილს რა სასწავლია რას დაარიგებენ მოკლედ საბოლოოდ მიუბრუნდეთ აბრამ დაკვდებულს 3 წელიწადი გრძელდებოდა მისი ტანჯვა ბოლოს მოუწიფდა ჩინაგანი აზრი რომ ამ ადამიანის თავდადებული მოშორნე სიმამაცის უკან რაღაც ან ვიღაც დგას აი მივიდნენ უხუცესებს და ჩვენ იქ გადაუხვიეთ რომ წარმართები და ქურუმები და წინასწარმეტყველებს კი განუβრძნია ღმერთს და წინასწარმეტყველების ნიჭი იმ მომენტისთვის მიუცია იმ საქმისთვის და ასე მოხდა იმ შემთხვევაშიც უხუცესებმა არ დამალეს და თქვეს რომ ჩვენ ვფიქრობთ ერთმანეთში ქონდა საუბარიო უხუცესებს ეს ადამიანი ღვთისგან არის გამოგზავნილი. მე რა არის საყვარელო იცი? ის არ ქადაგებდა სიტყვით. ხოლო დრო და დრო ეუბნებოდა, როდესაც ემას დაუპირდა. შეინანეთ, მოიქეცით ღმერთისაკენ. აი ეს იყო მისი ქადაგება, ორიოდე სიტყვა. მე არ ვიცი ქადაგების ნიჭი არ ქონდა საჭირო თარგმნილი და ასე იყო თუ ისე იყო, ამგვარად ხდებოდა ეს. უსიტყვოდ მოაქცია თავისი ცოცხალი მაგალითით და საქმით სარწმუნოებაზე. და მაშინ ყველა მაღიარა. ჩვენც მოგვივიდა ასეთი აზრი, მაგრამ გვეშინო და ხმამაღლა გამოგვეთქვა. იმიტომ რომ შეიძლება ფანატიკური შეტევა მოყოლოდა იმ ადამიანზე. და რა კითხვენ ამბობთ უხუცესები რომ ღვთისკაცია, ჩვენც გვჯერა და ხმამაღლა აღმოიძახეს სულიწმინდის ადიდებელი. გახარებულმა აბრაამმა მაშინ დასვა და უქადაგა ღმერთი ვითარცა ყოვლადწმინდა სამება და ყველა ეს აუცილებელი მცნება და ნეტარება, რომელიც საფუძველია წმინდა წერილისა და ჩვენი სწავლებისა. ესე იგი, ერთობაშად კი არ მონათლა ამ ერთ აღიარებაზე. განსწავლა ერთგვარი კატეხიზაცია ჩაუტარა და შემდეგ ნათელსა და იმ ახლა დაშენებულ ეკლესიაში უკვე გააჩნდა საჭიროება სხვა ეკლესიების აშენების. იმდენი იყო რომ ერთ ტაძარში და ეზოში ვერ ეტეოდნენ. აი რას ნიშნავს ღვთის შეწევნა? სრულიად უძულურ ადამიანს თითქოს ერთი შეხედვით ძალუც რომ გააქრისტიანოს უველურესი ტომი ადამიანთან. დასასრულად ჩვენ მამაშვილური საუბრები გვაქვს, პრაქტიკულად ეს ქადაგებაც არ არის, უფრო საუბარია, რომ მკითხოთ, ჩემი თქვენთან, ანუ უფრო სწორი იქნება თქვა ღვთისა თქვენთან. რამოდენიმე დღის წინ ემზადებოდი რამეს თქვენსავით ღვთის განცხადების დღესასწაულისთვის, საჭირო ჩავთვალე ორიოდე სიტყვა მეთქვა თავად ნათლისღებაზე, მერმე რა ეწოდება ამ დღესასწაულს იმავე დროს ღვთის განცხადება, ეს უკვე YouTube-ში დევს და ბევრ შეგიძლიათ მოისმინა და ბევრმა უკვე ორიოდე დღეში 3500-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა და ალბათ იმედია კიდევ მოისმენე, აქ ჩვენი მოძღვრება არ მოგაქვს, ჩვენს არ ვქადაგებთ. და მათ შორის საჭირო ჩავთვალე რა კი ღვთის განცხადებაც არის ნათლისღება, ანუ განცხადა ღმერთი როგორც მამაცე და სულიწმინდა, დიდი მამის, სოფლიო მამის და მასწავლების გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-20 სიტყვა მეთარგმნა ეპისკოპოსად ხელდადგინებასა და ყოვლადწმინდა სამების დოგმაზე. და მხოლოდ დოგმაზე რაც იყო სწავლება, ის ამოვიღე და მრევლს გავაცანი. ძალიან რთული იყო არა მარტო მოსმენა, იმიტომ ძალიან ღრმა არის გრიგოლ ღვთისმეტყველი. მისი თარგმნაც უძნელესი იყო, რამდენიმე დღე დამჭირდა დაახლოებით 4-5 გვერდის სათარგმნელად. ცოტა მოზრდილი გვერდები კი იყო, მაგრამ მაინც დრო ბევრია. იმიტომ რომ იქ პატარა ცდომილებაც რომ მოგივიდეს თარგმანში, შეიძლება დოგმატური შეცდომა იყოს, რაც მიუღებელია ყოლა და მაგრამ ღმერთი შემეწია, რა თქმა უნდა, როგორც ბასილი დიდი ამბობს, კეთილსა იქ თუ ყოველი ადამიანი ყოველ საქმეს ღვთისხსენებით დაიწყესო და ღვთისხსენებითვე დაამთავრეს სამადლობელში. აი მეც სულიწმინდას შევთხოვე, რომ მადლი და ძალა მოეწრო ჩემნაირ უბირ ადამიანს რა გაუნათლებს ეთარგმნა ეს ღრმა სიტყვა. არ დაგიმალავთ, რომელსაც გაუმშღავნე ორჯერ სამჯერ თავის ტკივილი ბირძენი დაძაბულობისაგან, იმდენად ღრმა იყო, თვალები დამიბნელდა. მაგრამ რა კი მოვკვიდე სახით ბავშვობიდან ასეთი ხასიათი ჩავონდა. ჯერ საქმეს არ ვიწყევ, შინაგანად ვჟელობ და მე რაღაც იფეთქებს, თუ იფეთქა იმ განწყობამ, მე გაუჩერებლივ თარგმნე.
იმიტომ რომ ნერვიული ტემპერამენტი მაქვს და სანამ ბოლომდე არ გავარ არ ჩერდები. ფიზიკურად ეს ძალიან ძნელია ჩემთვის, თან დიაბეტი მაქვს, მაგრამ მეორე მხრივ სასიამოვნოა. ეს არის ერთგვარი თუ შეიძლება ტანჯველი ბედნიერება და ნეტარება თარგმნო წინა მამები. და მით უფრო გააცნო ბრევს. რადგან ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ერთმანეთს ჩვენთან არის ღმერთი. ასევე როგორც წირვალზე ყველაზე ამაღლებულ ადგილას ევქარისტიაში წამსის მერე სამღვდელოება ერთმანეთს ემთხვევა და მიმართავს და ეუბნება ქრისტე არ ჩვენ შორის მეორე თუ მესამე ხელი პასუხობს არც და იყოს. აი ამ საუბარში სასუებ იმედი მაქვს რომ ქრისტე არ ჩვენ შორის. სხვანაირად აუხსნელია რისთვის მოხვედით დილა ადრიანაკ, რისთვის ვირჯები ან მე ან მამა გიორგი. რა თქმა უნდა ღვთის სარწმუნოებით და ღვთისმშობლის სიყვარულით. მისი ყოვლადწმინდა დედისა, რომელზეც როცა ვთარგმნიდი გრიგოლის ამ სიტყვას, შუაღამისას ორჯერ პოეტური განწყობილება ჩამოწვა სულში და ორი ლექსი დავწერე. ერთი მათგანი გავაცანი ნათლისღებას დღეს აღარ წამოვიღე, ალბათ მოისმენთ. თვარეზეა. გვიან ღამე იყო, შუაღამე, ვიჯექი ვთარგმნიდი, დაღლილიც ვიყავი და გახარებულიც ვიყავი. და საწერი მაგიდან მიდგას აღმოსავლეთისკენ. და აღმოსავლეთი ჩანს როგორ ამოდის მზე, თვარე როგორ გამოჩნდება იყო, სავსე მთვარე იყო, ხეები განძრცვილია ფოთლებისაგან და თითქოს დასერილია მთვარე. აი ამან გამოიწვია ჩემს სულში პოეტური განწყობა, ლექსი გამოვთქვი და გარდა მაგისა, ეს არ არის ლექსი მთვარეზე, როგორც ესეთი. თქვენ ალბათ იცით, რომ ქრისტიანული სიმბოლიკით მზე სახია ქრისტესი. მთვარე ღვთისმშობლის, ვარსკვლავები ანგელოსა და წმინდანებისა და აი ეს აზრი გამოიწერა და როცა დაწერილი გადავიკითხე, ბუნებრივად მოვიდა სათაური, მიწუნა უბრალოდ ეს სათაური არ არის. ყოვლადწმინდა მარიამს. მას მიუძღვენი ეს ლექსი, რომელიც მასია სინამდვილეში საუბრობთ რა ჩვენს განცდებაზე და მთვარეზე. იმავე თარგმანში, იმავე ღამეს მეორე ლექსიც გამოითქვა ჩემს სულს. ეს კი მინდა თქვენ გაგაცნოთ. რაღაც პოეტური პატივი მოყვარეობა უნიჭო პოეტისა კი არ მაწვალებს. არამედ პირველ ყოვლისა ჩვენი ურთიერთსიყვარული და სითბო, რომელსაც მე უზრუნველყოფ და ვფიქრობ, ეს თქვენგანაც გამოდის. ეს არის ეს უხარია ქრისტეს, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთს. აი რამდენი ხართ სახელებიც არ ვიცი უდეს რა მნიშვნელობა აქვს. ყველას გვაქვს ერთი მაღალი სახელი ქრისტიანი, ანუ ქრისტეს საკუთარ თავში მატარებელი. ეს სავსებით საკმარისი, ეს ყველაფერია უпроსტოდ. ეს არის ანი და ხუე. ამისთვის მოვიდა უფალო, ჩვენ ერთმანეთს კი არ გვძულდეს, კი არ ვტრობდეთ, კი არ ვქენდეთ, არამედ ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთს ჯვარი აუწიოთ, რომელიც საკმაოდ მძიმეა დღეს განსაკუთრებით თითოეული ჩვენთაგანი ჯვარი. ქრისტია ცათა და ქვეყნის შემოქმედი, მაგრამ როცა მოვიდა ხორჩი, საჭიროდ ჩათვალა, რომ მისთვის ჯვარი აეწიათ. ვიღაც მოკვირინელი ყანაში მუშაობდა, მთელი დამაშრალი დაღლილი მოდიოდა, ქედი წაუქციეს და ქრისტეს ჯვარი იმიტომ რომ რამდენჯერმე დაეცა, როცა ჯვარი მიქონდა გოლგოთისა. ნაწამები, აბუჩათაგდებული, დამცირებული, ღამენათები იყო ქრისტე არ დაგავიწყდე. და ვიყავი რა წმინდა მიწაზე, პატრიარქის კურთხევით და მასთან ერთად. იქ ვაჩვენებდნენ იმ ადგილებს, დოლოროზა და ესე შემდეგ მექვია სხვადასხვა ადგილებს, სადაც ქრისტე დაეცა და ჯვარი აუწიეს და სვინო კანანლეს სად მოჰკიდეს ჯვარი ქრისტესი. ესე იგი რა? ეს ღმერთის მიშვებით მოხდა. არამატო მისი ადამიანური უძლურების გამოხატულება, მახო ყველაფერი მიიღო ჩვენგან, გარდაცოდვისა, მათ შორის უძლურებაც მიიღო ადამიანურ. დაღლა იცოდა, დასვენება საჭიროებდა, წყურვილის გზნობაც ჰქონდა, შიმშილიც, ღამე იძინებდა. სუტარიყოს გაიკვირდება, ღმერთკაცი იძინებდა, კი რა კი ხორცი მიიღო. ხარკი მოუხადა, უხდიდა მასაც, მაგრამ როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი კარგად ამბობს და ხშირად გვიტყავს, ამით ძილსაც აკურთხებდა. ძილს აქვს საკურნებელი ძალა. ადამიანი თუ რამდენიმე გადამით ვერ დაიცინებს, სოფდება, ანუ ჭუიდან გადადის. ცილის დროს გარკვეული იდუმალი მოქმედებანი ხდება, ასეთი შექმნა ღმერთმა ადამიანის ორგანიზმი, რომელიც მას აღუდგენს და აძლევს, ანიჭებს ცხოველსყოფელობას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის. მოკლედ, იმდენად მსურს გარდა იმისა, ურთიერთსიყვარული გვაქვს ერთმანეთს სიყვარული და სითბო, ამ ჩემი განცდების თქვენთვის გაცნობა, რომ მე ვფიქრობ, ამით ბევრი თქვენთაგანი შინაგან განწყობილებას ვეხმიანები. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ერთი ქრისტიანის შინაგანი განცდები. ფიქრობ ეს თქვენიც არის. ლექსი დაიწერა, ეხლა მე საგანგებოდ ფორმებს არ ვარჩევ. კლასიკური ფორმის იყოს, სონატის ფორმა ჰქონდეს, რამდენი ტაიპი, ეს სისულელია, ამაზე ლაპარაკი. ის მოდის შენ იწერ. როგორც სახარება არ დაუწერია არც მათეს, არც მარკოს, არც ლუკას, არც იონეს, არამედ მათესაგან, ლუკასაგან, მარკოსაგან, იონესაგან არის სახარება ჩაწერილი. ეს მათი ორიგინალური შემოქმედება არ არის, მათი თხზულება არ არის. ეს უფალში რაც იხილეს, რასაც უსმინეს მისი ქადაგებდა, რასაც ღვთისმშობელი მარიამი უყვებოდა, თქვათ მათესახარება ამით იწყება, ქრისტეს შობა როგორ მოხდა. ეს ღვთისმშობლისგან მოისმინა მათემახარებელმა. ეს თითოეული ლექსი და განცდას ამ გაგებით
არ ჩაწერილი განწყობილება. მე ვფიქრობ ქრისტიანისა ლექსი პროზაში რომ ქვიან, აი ამ სტილში დაიწერა ჩემდაუნებურად, ეს ალბათ განწყობილებიდან გამომდინარე არ როგორი ფორმა იქნება. კლასიკური ფორმის ლექსი შეგვიძლია დავწეროთ. კი, ღვთისმადლით შეგვიძლია, მაგრამ განწყობილება თავად ირჩევს ჟანრს და ფორმას. ყოველდღიური დაღლილობის ხეულ კიბეზე მოულოდნელად ყურს მისვდება მელოდია სევდის მომგვრელი. სადიბადება, გულსაშინა რად მეძირება, ფიქრად რად აღწრავს, ოცნებისკენ რისთვის მეწევა, მე აღარ მინდა ამ განცდისას მიწაზე ყოფნა, სიღრმისეულად შემერძნობა ამაუება. ეს არის ექსტაზური მდგომარეობა. შეიძლება ზოგიერთს გაეღიმოს, მაგრამ გულახდილობისთვის ვიტყვი, საერთოდ მიყვარს საყვარელ ადამიანებთან გულახდილი ლაპარაკი, მიხვეულ, მოხვეული, გადაკვრი, გადმოკვრით, არც ჩემს ბუნებაშია და არც ჩემს სურვილში. დაახლოებით ვიყავი ასე 12-13 წლის, როცა დამეწყო ექსტაზები. ძნელია, ვისაც არ განუცდია ეს განცდა გადმოგწევ. მეორე მხრივ რა ხდებოდა? საწერ მაგიდასთან ვიჯექი ხოლმე, ფიქრებში წავიდოდი, ფანჯრის რაფა იყო ბოდიში თქვენთან, ფეხებს ვაწყობდი დაღლილობის გამო, გენეტიკური დაავადება მაქვს სახსრების. ამ დროს თურმე რა ხდება? სისხლი ძალუმად მიდის თავში. ქრებოდა აზრები და შემოდიოდა რაღაცა ბლანტი განცდა. ენი თაუწერელი სიტყვოება, სიხარული, რომელსაც ვერ გადმოვცემ. ასე გადიოდა თურმე საათები. დედაჩემი მერე შეფიქრიანდა ერთხელ ორჯერ შემოვიდა, რა ხდება შვილო, რა ამ დროს არავისთან არ გინდა საუბარი. წესიერად ვერც აგექვა ადამიანებს. მოვლენებს და ასე არ გინდა გამოხვიდე იმ მდგომარეობიდან და დაბრუნდე ძველ მდგომარეობაში ურთიერთობებში ადამიანებთან და სხვა. აი ეს განცდა მე მახსოვდა რაღაც მსგავსი დროდადრო მომინახულებს ხოლმე და ამაზეა საუბარი. მას მე აღარ მინდა ამ განცდისას მიწაზე ყოფნა, სიღრმისეულად შემერძნობა ამაუება. აქ რისთვის გავშდი? აზრი რა აქ მოვლინების? აზრის ქარწყლდება, უჩვეულო სითბო მეღვრება სულსა და გულში, თვით სხეულში, სულ ერთიანად. თავდავიწყების წუთებია დანეტარების. მაგრამ როდესაც მოვბრუნდები ამ განცდებიდან, აღარ აიმსურს აქაური სახილველიდან. ვუცხოვდები ყოველივე წუთისოფლისა და ძალზედ მიჭირს განახლება ურთიერთობის. მერმე და მერმე გარკვეული დროის შემდეგ უკან ბრუნდები, ამაუების წყალვარდნილში ხელახლავ ხვდები და მაშინ ხვდები, რომ გზაზევით არის ზაქვევით. ეს ცნობილი გამოთქვა აფორისტული ჰერაკლიტე ეფესელის ძველი ბერძენი ფილოსოფოსი. ბუნებაში ყოველივე მიმოიქცევა და ასე გამოთქვა ეს. გზაზევით და გზაქვევით არის ერთი და იგივე. მას ყოველივე ცის ქვეშეთში მიმოიქცევა. ანუ წუთისოფელი, ყველა ეს თავის განცდებით, მოვლენები და სხვა წარმავალი. წარუვალი რა არის ახლა ამით ვასკვნი და ვამთავრებ ამ ლექსს. ეს ყველაფერი დასრულდება გარდაცვალებით, ოდეს ყოველნი ღვთის წინაშე გარდავსახლდებით, რომელსა მხოლოსა ქრისტე მაცხვარსა შვენის მოლგვარი დიდებაი, პატივი და თაყვანისემაი, თანა მამი და სული წმინდი თურქ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.